ეთერშია ქრონიკა 17 საათზე გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ ახალ ამბებს. დაუძინებელი მეგობრების სარისკო რჩევები საქართველოს და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი ხელისუფლების პოლიტიკა. პოლიციამ და პროკურატურამ 2014 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნეს. საპოლიციო უწყება პირობას დებს, რომ ნარკოდანაშაულში ჩართული ყველა მოქალაქე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პოლიციამ 50 მილიონზე მეტი ღირებულების ტვირთში დამალული 200 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მტკიცებულებების თანახმად ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით წითელი ხიდიდან შემოვიდა. საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ანახი დამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო მოთავსებული. მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სასაზღვრო გამტარ პუნქტ წითელი ხიდიდან შემოვიდა. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ფლობთ ყველა რესურსს აკვეთოთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის მცდელობები და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მივცეთ ყველა ის პირი, ვინც ნარკოდანაშაულში ჩაერთვება. შესაბამისად შეგვიძლია დავპირდეთ ყველას, ვინც გაბედავს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას, იქნება ეს ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრი თუ ცალკეული პირი, ყველა მათგანი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. 11 წლის წინ მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა გახსნილი არის. მტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. გამოძიების ინფორმაციით, მცხეთის სოფელ წილკანში წარსულში მრავალჯერ ნასამართლეულმა 2 ადამიანმა შურისძიების მოტივით ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ცივი იარაღის გამოყენებით მოკლის თანასოფლელი, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით კი გაიტაცეს მოკლულის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულში ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2014 წლის 26 იანვარს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს. კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტი. ერთ-ერთ დამნაშავეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ექვე პუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს დაუძინებელი მეგობრების სარისკო რჩევებზე წერს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის ბრმად შესრულებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას და სვამს კითხვას, რატომ არის მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოს რეგიონში პირველი. პოლიტიკური სპეკულაციების სიმართლე რიცხვებში ჩანს, ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებას ასე ქართულ ოცნებაში აფასებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრობის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა რეკომენდაციების ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა. ქვემოთ მოცემული დიაგრამები ერთმანეთს ადარებს ორი ქვეყნის, საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას, რომელიც ერთ კითხვას წარმოშობს. თუკი მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, მოლაპარაკება გაუხსნეს, წითელი ხალიჩები დაუფინეს და მილიარდებს დაფირდნენ, მაშინ საქართველომ, რომელსაც კანდიდატის სტატუსი დაამადლეს, მოლაპარაკება არ გაუხსნეს, სატელიტი NGO-ები ქუჩაში დაუყენეს და ძირი უთხარეს, როგორ შეძლო 3 წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამაგება 4.8 მილიარდი ამერიკული დოლარიდან 15.7 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე. რატომ არის ამ ყველა სიკეთის შემდეგ მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოში რეგიონში პირველი? პასუხი მარტივია. მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა. საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს
მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. იგივე მოლდოვას რაც შეეხება ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავასწარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა გაინდადი არაერთი გაინდადი ქვეყნისგან, ხო? ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატული კონკრეტულ ციფრებში. როდესაც ქვეყანა ვითარდება საკუთარი მოსახლეობაზე ორიენტირებული სწორი პოლიტიკის, სწორი დაგეგმვით ამ პოლიტიკის და ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ და არა გარედან ნაკარნახევი რაღაცა ტექსტებით და ინსტრუქციებით, ამ შემთხვევაში ქვეყანა ვითარდება და წიმიდის. როდესაც მხოლოდ გარედან მართული ხარ, როდესაც ეს აგენტურულ ძალად გადაიქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ქვეყანას მიაქანებს გაურკვეველი ასე ვთქვათ მიმართულებით, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი, გაჭირვება და დემოკრატიის ასეთი უხეში უკუსვა. ძალიან მარტივად უნდა შეეფასოს ხალხმა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მოლდოვის მდგომარეობა. ეს უბრალოდ ორმაგი სტანდარტების კი აღარ არის, ეს არის სტანდარტების არ ქონა, როცა შესაძლებელია რომ იმ ხელისუფლებას დაუჭირო მხარი, რომელიც შენს დაკბულზე ცეკვავს, ხოლო ხელისუფლება, რომელიც სუვერენიტეტს აძლიერებს, მასზე უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული შეტევები. ზუსტად იგივე იყო 2003-2012 წლებში, როდესაც აქ სისხლის კალო იყო დატრიალებული ჩვენ თბილისის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, გარედან საუბრობდნენ დემოკრატიის შუქურაზე, ამ მავნებელ და წამებულ სისტემას წარმოაჩენდნენ როგორც დემოკრატიის შუქურას და დემოკრატიის ზემს, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი იდანჯებოდა ამ რეჟიმის ქვეშ და არავის არ აინტერესებდა ქართველი ხალხი. კიდევ ერთი მაგალითია, რომ ქართველი ხალხი არც არავის არ აინტერესებს, თავარი არის არსებობდეს ხელისუფლება ისეთი, რომელიც ზღვის სისხლის გასაცნობაზე იმოქმედებს დავალების შესაბამისად. რასაც არ ვაკეთებ და ამიტომაც არის ჩვენს განსაკუთრებული შეტევა. საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და მათთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გაეროში სიტყვით გამოსვლა კი საქართველოს პრეზიდენტმა პარტნიორობის გადატვირთვის საჭიროებაზე საუბრისთვისაც გამოიყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა. პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი კი, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის სულს შეიტანს. ჩვენ სრული მზეობა გვაქვს ამისათვის, დანარჩენი დავილოდებებით ამერიკელების პოზიციას. მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკური გზავნილები, ჩვენი რიტორიკა, ჩვენი პოლიტიკური ხედვები, მსოფლმხედველობა, ღირებულებებითი ნაწილი სრულ თანხმედრაში არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ პარტნიორობა რეალური აღდგეს და მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ, რამდენიმე წერილიც გავაგზავნეთ, დახურული წერილიც იყო, ღია წერილიც იყო, შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა წერილი და კვლავაც შეახსენა ბატონ ტრამპს, რომ ჩვენ ბოლოდინის რეჟიმში ვართ და რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბატონი ტრამპის მხრიდან რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგეს უმოკლეს ვადებში, თან მით უმეტეს იმასაც აღნიშნავ, რომ ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, რომ კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში თუ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. როდესაც ქვეყანას ყავს ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი, ხარ ამაყი, იმიტომ რომ დარწმუნებული ხარ, რომ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი ღირსეულად დააყენებს იმ საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართული ხალხისათვის და შესაბამისად ამ კიდევ ერთი შეხვედრიდან გამომდინარე, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისად ურთიერთობები გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ამ კუთხით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, უკვე ეხლა არის ბურთი იმ მოედანზე, რომლიცაც მართავს ახლანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია. ჩვენ ღიანი ვართ ყველანაირ ურთიერთობებში და რა თქმა უნდა პრეზიდენტსაც აქვს თავისი განსაკუთრებული როლი მისი განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.
ცილის მწამებლური რეზოლუციები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად კეთდება ქართული ოცნებისთვის ევრობიუროკრატების ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამჯერად საფრანგეთის სენატმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში მთავარ პრობლემებად საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა, რუსული გავლენები, რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები სახელდება. რეზოლუციის ტექსტში საუბარია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც. კერძოდ კი ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში იმყოფება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. ეს რეზოლუცია მეანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება, წარმოგიდგენთ, ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკული მდგომარეობა, რასაც ხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მომავალში შეიცვლება. თქვენ გახსოვთ თავის დროზე ევროკავშირის უფლებრივ ყველა ელჩის დემარში, რომელთაც მივიდნენ ისინი იუსტიციის სამინისტროში, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ყავდა ხელისუფლება და ეს შემდეგ, თუმცა ძალიან მალე ყველაფერს მოეფინა ნათელი, ხო? ასეთივე რანგის ტყუილებთან გვაქვს ჩვენ საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მიუთითებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს წერია რეზოლუციაში, რომ სააკაშვილი ისწრება და საქართველოს არის ავტორიტარული მმართველობა. რეზინა ივანიშვილის მიმართ მოქმედებს უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს რეზინა ივანიშვილი. სასამართლოს სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებები და მკურნალობის მეთოდები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებს, ხოლო ეხლა საპირწონედ ვისმენთ, რომ თურმე მასზე რაღაც ზეგავლენის მოხდენის მსვლელობები, ეს არის ერთი ჩვეულებრივი ტყუილი. ხედავთ, რომ კოლექტიურ დაცმაზრობას არაფერი რომ არ აქვს, რა თქმა უნდა, არაფერი გასაკეთებელი გარდა მავნებლობისა, მათი გარედან მხარდამჭერები, ისევ და ისევ დიპლომატიის მმართველი სხვადასხვა პირების ცდილობენ, რომ გარედან მაინც აწარმოონ საარჩევნო კამპანია ხოლმე. ეს არის ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ, რომ ნიუსის შესაქმნელი რაიმე საფუძველი მაინც კონდეთ თავიანთივე კორუმპირებულ და თავიანთივე დეზინფორმაციის გამავრცელებელ ეგრეთ წოდებულ მედიებში. ეს მორიგი აბსურდი არის და თვითონ აკნინებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში, ზოგადად ევრობიუროკრატები. მე იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ყველა რეზოლუციაში, რაც ბოლო წლებში მიიღეს, ასახეს, რომ სააკაშვილი თურმე არის პოლიტიკური დევნილი და იგი უნდა გათავისუფლდეს. ასევე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, როდესაც 27-ვე ევროკავშირის წევრ ქვეყნის ელჩებზე მაქვს საუბარი, ამ ელჩებმა ჩვენ დემარში მოგვიწეს იუსტიციის სამინისტროს, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და იგი სიკვდილის პირას იყო მისული და უნდა გადაგვიყვანა სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მართლაც ყველაფერი წესრიგშია, შესანიშნავად გრძნობს თავს ბატონი სააკაშვილი და ბოდიშიც არავის არ მოუხდია და აგრძელებენ ასეთ ქცევას და ეს მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული. მემარცხენე ალიანსი ხელისუფლებას აგენტურული ოპოზიციის აკრძალვისკენ მოუწოდებს. როგორც ბრიფინგზე თქვეს, გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილში შიშმა დაისადგურა. ხელისუფლება სათანადო პასუხს ვერ სცემს აგენტებისა და აგენტურისაგან გაკეთებულ განცხადებებს, რომ სახელმწიფოში მოხდება გადატრიალება და სახელმწიფოში მოხდება ხელისუფლების დამხობა. აი ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენს რევოლუციურ მოწოდებებს შეუძლია დაზაფროს ჩვენი მოსახლეობა და ზაფრავს კიდეც ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას ყველა შესაძლო კანონიერი გზით აღკვეთოს აი ეს აგენტების მოქმედება, რომელიც იმართება უცხოეთისაგან. ესენი არიან ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური ძალები, რომელთა აღკვეთაც აუცილებელია. ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში Just Cafe გაიხსნა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რომელთაც იუსტიციის სახლი გასცემს. ადგილზე შესაძლებელია ბიზნეს შეხვედრების გამართვაც. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მათ ასევე დაათვალიერეს ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობის მიმდინარეობაც, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ახალი ფილიალი მოქალაქეებს მომხმარებელზე მორგებულ გარემოს შესთავაზებს, რაც სერვისებს უფრო სწრაფსა და ხარისხიანს გახდის.
Just Cafe არის იუსტიციის სახლის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც თავაზობს მომხმარებლებს მიიღონ იუსტიციის სახლის სერვისები კაფეში, ფინჯან ყავასთან ერთად მათ შეუძლიათ გააკეთონ სარეგისტრაციო განაცხადი. მოვენახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ კი იუსტიციის სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის რაიონში. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ძალიან მალე მოკლე პერიოდში დასრულდება. Just Cafe არის იუსტიციის სახლის ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულ სივრცეში და გარემოში მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელსაც მთელ საქართველოს თავაზობს იუსტიციის სახლი. ბუნებრივია, ამ ნაბიჯით იუსტიციის სახლმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მომხმარებელს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს ყველა სერვისზე წვდომა. დღე, რომელიც შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობასა და პასუხისმგებლობას. სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო პრემიერმა, მთავრობის წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს. იხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. რა თქმა უნდა, ეს ხო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა ამასთან ერთად ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას იზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე. ჩვენი ქვეყანა არის გმირების სამშობლო. ბევრმა ჟამმა გაიარა 32 წელია უკვე გასული და ჩვენ უკვე ვიცით ხედვა და სტრატეგია როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა ერთიანი და ძლიერი. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ თითეული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ოჯახს, უსამძიმრებ ჩვენ ქვეყანას. შეუძლებელია ემოციის გარეშე ისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რადგან 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. თარიღი, როდესაც სოხუმი დაეცა. ეს დღე გვახსენებს იმ სისასტიკეს, რასაც მოყვა ათასობით დახოცილი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. დევნილად ქცეული ჩვენი მოსახლეობა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, გახლეჩილი საზოგადოება, მზარი ჩვენს აფხაზ დაძმებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ტკივილი, რაც აფხაზეთის ომმა მოგვიტანა, არასდროს განელდება. ომის შედეგები უმძიმესია. იგი ძალიან დიდხანს გაყვება ხოლმე ქვეყანასა და ხალხს. სწორედ ამიტომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამას კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ. პატივს მივაგებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და ქეთს ვეხრი მათ წინაშე. უნდა გავერთიანდეთ მშვიდობისთვის, შერიგებისთვის, ურთიერთპატიებისთვის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ღირსეულ, თავისუფალ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მებრძოლების ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიაგეს. გაიხსენეს 32 წლის წინანდელი მოვლენები. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. დაუზუსტებელი მონაცემები დაიღუპა 10,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, 300,000 ადამიანი კი დევნილად იქცა. ჰოსპიტალში ვიყავი, მიმღები დაჭრილზე მოდიოდა. ჩემთვის ეს დღე იყო, არ ვიცი როგორ, ალბათ დაბნელება, რომ იტყვიან მთელი ცხოვრების. არ გვეგონა თუ ნამდვილად აი ასე დავტოვებდით სოხუმს და წამოვიდოდით. აგონებდნენ ამ ხალხს, რომ ქართველები მაგათი მტერია. ეხლა კი გამოჩნდა ყველაფერი, მაგრამ ამდენი მსხვერპლი, ამდენი ამბავი ღმერთ მოწქნას, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყოს ეს ჩვენთვისაც, მაგათვისაც, რომ ძმობას და მეგობრობას ვერაფერი ვერ გატეხს. მე ასე წამს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად ყველანი. მე მფრინავი ვარ, სამოქალაქო ავიაციის მფრინავი. ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას და დაჭრილები და დაღუპულები ჩვენ გამოყვავდა. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მთელი თვითმფრინავი მიცვალებულებით ყოფილა სავსე, ყველას ომი არ უნდოდა. ბევრი ადამიანი სულით მეგობარი დარჩა. ყველა საბუთები აფხაზმა გამომიგზანა, შემინარჩუნა იქ და დღევანდელ დღეს და იმან გამომიგზანა, რაც გინა ომი დატრიალდეს,
ამ სიყვარულს ვერაფერი ვერ წაშლის. მოვა დრო, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ. ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. აი ეს ბინძური ძალები არის ბევრი, რომელიც ამას ხელს უშლის. უნდა რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მე მოვესწრები ამას, რომ მე როდისმე ისევ ბაბუშერის აეროპორტში დავჯდები. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ენგურის ხიდთან მივიდა. ლევან იოსელიანმა ხიდის მეორე მხარეს მცხოვრებლებს მიმართა, რომ მშვიდობის გარდა არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ერთად ცხოვრება შევძლებთ. ომბუდსმენის თქმით, სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები. მგლოვის დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მშვიდობა არის ერთადერთი, რომელმაც ჩვენ ომით დაკარგული უნდა დაგვარბურნებინოს და ეს არის ჩვენი ნდობა ერთმანეთის მიმართ და ჩვენი ურთიერთობა. სოხუმის დაცემის 32 წლისთავი აღინიშნა რუსთავში, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი. ქართველი ადამიანის ცნობიერებაში სამშობლოს სიყვარული, წმენის სიმტკიცე არის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ღირებულება და ფასეულობა. აფხაზეთი საქართველოა და ოთარ ჭილაძის ფრაზით მინდა კიდევ ერთხელ თქვა: მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც შემინებით არ დამithმია. აფხაზეთი სამაჩაბლო არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ურღვევი ნაწილი, ჩვენ დავბრუნდებით. ჩვენი სკოლა ატარებს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მომავალ თაობას აუცილებლად უნდა გავუჩინოთ პატრიოტული სულისკვეთება, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები. სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს სენაკში, ჟიული შარტავას და აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალები. ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შეწირეს ჩვენს სამშობლოს საქართველოს ერთიანობას. მე მჯერა მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ერთიანობას, დავიბრუნებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თეცვიხრი ბატონი ჟეულის წინაშე, ბატონი გურამგაბისკირიას წინაშე, ბატონი გენო ადამიანის წინაშე. მათი გმირობა არასდროს წაიშლება ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გონებიდან. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს წირვას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღავლინეს, შემდეგ კი აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გადმოცემის მიხედვით რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა ის აღმართა, სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება. ჯვართამაღლება მართლმადიდებლებისთვის მარხვის დღეა. ვიხსენებთ აი ამ ტრაგიკულ საშინელ ომს, რომელსაც მოყვა 10,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით 1000 ადამიანის განდევნა თავისი მიწაწყლიდან. მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენს ძმებს და დებს. დღეს არის 27 სექტემბერი, ყველასთვის უმძიმესი დღე ჩვენი უახლესი საქართველოს ისტორიაში, თუმცა არის ჯვართამაღლების დღესასწაული, ანუ დღევანდელი დღე არის იმედის დღეც, იმედის იმისა, რომ თითოეული დევნილი, თითოეული აფხაზეთელი დავბრუნდებით აფხაზეთში მშვიდობით, ღირსებით და ჩვენი მთავრობის პრაგმატული, მიზანმიმართული სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად აღსრულდება ის იდეა, რომლის გამოც ჩვენი გმირები შეეწირნენ აფხაზეთის ომს. სულიერი ძალა არის ჯვარში, აღნიშნა დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიებზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა. ჩვენი სულიერი ძალა, ჩვენი ძალა არის ცხოველსყოფელ ჯვარში. რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა?
რა თქმა უნდა, რო არ უნდაოდეს არ ექნებოდა. საქართველოს ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმითი, რომ 2008-ში ევროპის თანხმობით, ხო? მოწყვლადი გახდა საქართველოს და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. ქართული ოცნების საჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იუსტიციის მინისტრთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში მხარდამჭერებს შეხვდა. ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზად იესამიძემ სულხან თამაზაშვილთან და პაატას ალიასთან ერთად მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. პარტიის საჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართული ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი განვითარება, რაც 4 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება. პაატას ალიას განცხადებით კი მნიშვნელოვანია გარეძალება, რომელსაც ჰქონდათ ქვეყნის არეულობის მცდელობა კიდევ ერთხელ დაინახონ ქართველი ხალხის ნება. რომ ოთხი ქალაქის უფრო მეტჯერა ჩვენი ერთობის და ვარ დარწმუნებული, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებში. ჩვენი არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. ჩვენ ვართ გონიერი ხალხი, ჩვენ ვართ ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი. ჯერა ჩვენი ერთობის და ჩვენი გამარჯვების. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ მერობის თითეული დღე იქნება დაუღალავი შრომა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე შევქმნათ ბათუმისთვის და ჩვენი ბათუმელებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ძალებმა, რომლებიც გარედან აკვირდებიან საქართველოს, რომლებსაც არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, იზოლებით შეცვლილიყო ხელისუფლება და ასე შემდეგ. ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ისევ იმდენი ვართ და კიდევ უფრო მეტი, რაც ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე. გლდანულაში ამომრჩეულს შეხვდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე. შეხვედრას ესწრებოდა რაიონის გამგებელი და პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი ლაშა ტალახაძე. განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ, ასევე მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები. ჩვენ ახლა ახალი ამოცანები გვაქვს, ახალი გამოწვევებია. აი ეს ჩვენი შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, რომ აი საშინაო დავალები, რასაც ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი თანამოქალაქეები გვავალებენ, საჭირო მიმართულება მივცეთ და ყოველი დაპირება არის რეალისტური და აქ მაცხოვრებლები არ აყენებენ ისეთ საკითხს, რომელიც შეუსრულებელია. ყველა საკითხს თანმიმდევრულად აუცილებლად გადავწყვეტ. აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან. ამჯერად ვიმყოფებოდით ავჭალის საარჩევნო ოლქში, კერძოდ გლდანულაში, ნომერ მე-6 A კორპუსების მაცხოვრებლებთან გაიმართა შეხვედრა. განხილული იყო შეხვედრაზე ის გამოწვევები, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ, დაიგეგმა კონკრეტული გზები თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა. ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით მე-6 პურის ფესტივალი იმართება. წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. დღეს და ხვალ დამთვალიერებელი პურის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებასა და გამოცხობის მასტერკლასში მონაწილეობას შეძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილი არის მრავალფეროვნება, ქართული ხორბლისგან გამომცხვარი პურის დედოზე, ჯამრთელი, გემრიელი, ხორბლის ენდემური სახეობებისგან წარმოდგენილი არიან მცირე მეურნეები, საოჯახო მეურნეობები, მცხოველები თბილისიდან და რეგიონებიდან. ჩვენი ფესტივალის ფარგლებში თქვენ ნახავთ ქართული პურის ცხობის მასტერკლასს, თქვენი ხელითაც შეგიძლიათ თონეში გამოაცხოთ. ნახავთ უნიკალურ ქართულ ხორბლებს, ჩვენ ენდემურს. მართლა აი ჩვენ უდიდეს საუნჯეს და საგანძურს. ყველა ასეთი ღონისძიება არის ცნობადობის მატარებელი, სწორედ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს დახვდებათ ის რეალობა, რომელიც რეალობაც გაცოცხლებულია ქართული ხორბლის ჯიშებში და სახეობებში და ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი ის პროდუქცია, მრავალი სახით, რომლის დაგემოვნება შეიძლება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს. პურის ფესტივალზე უკვე მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ გახლავართ მესხეთიდან და დღეს წარმოვადგენთ ამ ტრადიციულ ფეხშუმზე, ვაკეთებთ პირდაპირ ხალხის თვალწინ მესხური ყველით მესხურ ქადა ხაჭაპურებს. ქრონიკა 17 საათზე ამი დასრულებულია. რეკლამის შემდეგ ეთერს ნატა მახვილაძე დღის ქრონიკასთან ერთად განაგრძობს. მე გემშვიდობებით.